გამშვიდობისა, ჩემო ძვირფასობა და კარგებო. დღეს მინდა თქვენთან ერთად განვიხილო ასეთი საჯარო გაშლა. მოდი ვნახოთ, მოვა თუ არა, შემოვა თუ არა თქვენ ცხოვრებაში ახალი პიროვნება, ხო? ეს საჯარო გაშლა ეხება იმათ, ვინც დაინტერესებულია ძველის გაშვებით და ახლის მოსვლით. მოკლედ, ვუყურებთ მხოლოდ ისინი, ვისაც გვაინტერესებს, იქნება თუ არა ახალი პიროვნება, ახალი სასიყვარულო ურთიერთობა პირად ცხოვრებაში მათთან, ხო? ამისთვის ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი, კონცენტრირდით საკუთარ თავზე, დაბადების წელი თუ დარიცხვის ასევე ჩაიფიქრეთ თქვენთვის, თუ გინდათ ხმამაღლა თქვით, თუ გინდათ საერთოდ ისე გულში წაიჩურჩულეთ თქვენთვის, ჩაიფიქრეთ თქვენი სახელები და გვარები, დაბადების წლები, თვეები და რიცხვები, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი და მეტი არავისი, მხოლოდ თქვენს თავზე იფიქრეთ და მეტი არავისზე კონცენტრირდით საკუთარ თავს და მოდი ვნახოთ, შემოვა თუ არა თქვენს ცხოვრებაში პირადი ურთიერთობებისთვის ახალი პიროვნება. მოდი ვნახოთ, შემოვა თუ არა, საერთოდ მე ვჩეხავ დასტას. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პერიოდი, ეს რამდენიმე წამი და ჩაიფიქროთ თქვენი სახელი, გვარი, დაბადების წელი თუ დარიცხვის და მოდი ვნახოთ, შემოვა თუ არა ახალი პიროვნება პირადი ურთიერთობების გაღრით თქვენს ცხოვრებაში. მოდი ვნახოთ, აბა შემოვა თუ არა. და თუ შემოვა, რას მოგვიტანს, ესეც დავაყოლოთ, ხო? რას ველოდოთ ამ ურთიერთობიდან, ეგეც დავაყოლოთ. მოდი ვნახოთ. შემოვა თუ არა ახალი პიროვნება თქვენ ცხოვრებაში და რა განვითარება იქნება ამ ურთიერთობას. ან ისთვის შემოდის საერთოდ, ხო? თქვენ ცხოვრებაში ეს პიროვნება. ნახოთ. აბა. ოპაც. იცით რა არის? ახალი პიროვნება ორ ვარიანტს ვიტყვი ხომ, ანუ დღეს თქვენი ცხოვრება, პირადი ცხოვრება არის ძალიან სტაგნაციაში, ოთხიანი ხმლებშია მოქცეული რეალურად, ხო, პენტაკლებში აბოდიში მოქცეული, იმიტომ რომ არაფერი სიახლე არ არის, ურესურსობა, საერთოდ რას ელოდებით თვითონაც არ იცით, მაგრამ რაღაცნაირად იმედს არ ეკლავთ, მაინც ელოდებით რაღაც სიახლეს თქვენს ცხოვრებაში და იცით რა არის, რაღაცნაირად თქვენს პირადში მოხდა ისეთი ნგრევები, მტკივნეული ნგრევები მოხდა თქვენს პირად ცხოვრებაში და იცით რა არის, რაღაცნაირად ასე მგონია, რომ რატომღაც ელოდებით ისევ ძველ პარტნიორს, რაღაცნაირად ასეთი წარმოდგენა მჭობა, კი ჩაიფიქრეთ, შეიძლება რაღაც ახალი გიდათ რაღაც, მაგრამ რაღაც ვფიქრობ, რომ მაინც ისევ ძველს ელოდებით. იცით რა არის, შესაძლებელია თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ამ არკანებიდან გამომდინარე ეს დრამას გეტყვით, რომ ახალი პიროვნება კი შესაძლებელია შემოვიდეს, მაგრამ ის თლად ახალიც არ იქნება. იქნება თქვენთვის, ანუ ძალიანაც კარგად ნაცნობი პიროვნება, რომელსაც იცნობთ საკმაოდ დიდი ხანი, ანუ რეალურად თუ ახალია მაინც და მაინც ესე ვიტყვით, ანუ ურთიერთობაში იყავით თუ რა პიროვნებასთან ამ ბოლოს არ ამგონი არ ყოფილიყავით პირველ ვარიანტს ვყვები, მაგრამ შესაძლებელია თქვენ ცხოვრებაში დაბრუნდეს ის პიროვნება, რომელსაც შესაძლოა იცნობდეთ ბავშვობიდან, რომელთანაც გქონდათ ბავშვური სიყვარული, მაგრამ რაღაც მესამე ფაქტორები რა შეიძლება ამ შემთხვევაში გვეუბნებოდეს, ხო? ბავშვური საქციელებიდან გამომდინარე, ბავშვობიდანვე რაღაც ხო იცით, სისულელეები რო ხდება ხოლმე, სხვასთან მიმოწერები ვთქვათ, ავიღოთ რაღაც თემებიდან გამომდინარე, თქვენ ერთმანეთს დააშორდით და ასე ვთქვათ, დატოვეთ ერთმანეთი და ორივე მხარე სათითაოდ თქვენ საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ წვრილი პენტაკლების მეშვეობით. მიხედვით უბრალოდ და იცით რა არის, რაღაცნაირად მთვარის არკანის მიხედვით, მთვარის არკანი მაინც და მაინც უარ ნიშნავს, ხო, რაღაცნაირად მაგიურზე გავლენას მთვარის არკანის მიხედვით ესეთ რაღაცას ვიტყვი, რაღაცნაირად ბრუნდება თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ კარმულად რაღაცნაირად ცხოვრებამ ადრე ბავშვობაში შეგახვედათ ერთმანეთს, გიყვარდათ ერთმანეთი, მერე რაღაც ეჭვენობების და რაღაც არასერიოზული მიზეზების გამო დაშორდით ერთმანეთს, საკუთარი ცხოვრების მიხედვა დაიწყეთ, თქვენი გზით წახვედით, ის პიროვნება თავისი გზით წავიდა და რაღაცნაირად უკვე ჩამოყალიბდით პიროვნებებად, ჩამოყალიბდით უკვე ვპოვეთ სათითაოდ თითოეულმა მხარემ თქვენი გზა რეალურად უკვე ასე ვთქვათ საკუთარ თავებზე ხართ დამოკიდებულები, პასუხისმგებლები საკუთარ თავებზე და რაღაცნაირად კიდევ ერთხელ კარმული სიტუაციიდან გამომდინარე ცხოვრება ისევ გიბრუნებთ ამ პიროვნებას, წარსულიდან, რომელიც იყო ბავშვობიდან მოყოლებული, რომელთანაც გაკავშირებთ ბავშვური მოგონება, ბავშვური სიყვარული, ბავშვური სისულელეები, ხო? ბავშვურად დაშორება, ხო? ისევ იმ პიროვნებას გიბრუნებთ თითქოს ეს ცხოვრება და ასე ვთქვათ სამყარო
ისევ რომ რაღაცნაირად მგონია რომ ისევ ვფიქრობ რაღაცა წინ უნდა იყოს თქვენს შორის, იმიტომ რომ კარმულად არის თვალიდან გამომდინარე ეს ურთიერთობა კარმულია და აი რაღაცნაირად რაც წარსულში თქვენ შეცდომები ქონდა დაშვებული ერთმანეთთან მიმართებაში, ვფიქრობ რომ აი ეხლა უნდა გამოვასწოროთ. თითქოს აი თქვენს გამლეთ თქვენი გზა მიხედეთ თქვენს ცხოვრებას, იმან თავის ცხოვრებას მიხედა, შესაძლებელია რომელიღაცამ თავისი ასე ვთქვათ პირადი ცხოვრებაც ცალკე ააგო, მაგრამ აი დღესდღეობით ორივე მხარე თქვენს და ისიც ხართ თქვენთვის აი ესე ვთქვათ განდეგილში მყოფებით, მარტოები ხართ და ისევ და ისევ იმისთვის რომ გამოიმუშაოთ ის კარმული ვალი, რაც გაკისრიათ ურთიერთობაში ერთმანეთთან და რის გამოც თქვენ ერთმანეთს გული ატკინეთ, ეს პიროვნება წარსულიდან ბრუნდება ისევ თქვენთან. მეორე ვარიანტია, ესეთ რაღაცას ვიტყვი. მეორე ვარიანტი, აი განვიხილავ მეორე ვარიანტსაც, რომ არ იყოს ასე ვთქვათ თქვენთვის გაუგებარი. მეორე ვარიანტში მოდის ასეთი რაღაც, რომ კი ბატონო, ახალი არა, ისევ იმ პიროვნებასთან გიწევთ, ანუ ისევ ის პიროვნება შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ვისთანაც ახლახანს დაასრულეთ და დააწერტილეთ ურთიერთობა, მომავალში ისევ ეს პიროვნება გამოჩნდება, იმისთვის რომ შეხედეთ რაღაცნაირად რა არის კოშკის არკანი, ხო, ნგრევები, რაღაც ტკივილიანი ნგრევები, ხო, რაღაცნაირად დასრულდა რაღაცა ეტაპი თქვენს ცხოვრებაში ურთიერთობის და იმის შემდეგ, რაც იყო წარსულში, აი ვნახეთ, ინგრევა ხო კოშკი, აი რაც წარსულში იყო, ისეთი სახის ურთიერთობა აღარ იქნება, თითქოს იმისთვის შემოდის ეს პიროვნება თავიდან ახლებურად თქვენს კიდევ ერთხელ მოგეცეთ შანსი რომ დაალაგოთ ეს ურთიერთობა იმიდან გამომდინარე რომ მეორე ვარიანტს უფრო ისე ავხსნი ხომ ბევრი მოგონება გაქვთ ერთმანეთთან დაკავშირებით ძალიან მწრფელი სიყვარული გაქვთ ერთმანეთთან დაკავშირებით 6-იანთასები და 2-იანთასებში უბრალოდ არ ამოდის ხო ურთიერთობა რომელიც დამყარებული ემოციებზე და გრძნობებზე მაგრამ აი რაღაცნაირად მესამე ფაქტორებიდან გამომდინარე აი რას ნიშნავს ხო კარგად მოცემული ამ არკაზე ნახეთ თითქოს აი ეშმაკს რო არ ძინავს რო იტყვიან ხომ აი ღალატის თემა არ ვიტყვი მაინც და მაინც ღალატი იყო მეთქე თითქოს შესაძლებელია დაიჭრეთ თქვენი პარტნიორი მიმოწერაში სხვასთან და აი თქვენ ვერ მოინელეთ ეს რაღაცა ანუ ხშირად იყოს ხოთაშოს არ ვიცი რატომაც მგონია რომ აი ესეთ ფაქტორს წააწყდით რომ შესაძლებელია შემთხვევით წააწყდით მის მიმოწერას სხვა ადამიანთან და ამისთვის თქვენ განდეგით მისგან წახვედით მისგან დატოვეთ მარტოობაში თქვენთვანაც რაღაცნაირად ის აი გამოეცალეთ თქვენ გზას მიხედეთ და ახლა რეალურად გინდათ რაღაცნაირად ახლებურად დაიწყოთ თქვენი ცხოვრება მაგრამ ისევ და ისევ კარმული ურთიერთობიდან გამომდინარე ორივე ვარიანტში მაგ კარმული ურთიერთობიდან გამომდინარე თქვენს ცხოვრება ისევ და ისევ ბრუნდება ეს პიროვნება, რომელთანაც ახლა თქვენ პაუზაში იმყოფებით, რომ თავიდან გამლოთ ის კარმული ვალები, ჩააბაროთ გაკვეთილები, რაც თქვენ სამყარომ და ასე თქვა თქვენმა კარმამ გიბოძათ. ანუ რეალურად ერთსა და მეორე ვარიანტში, რაც მე განვიხილე, ხო, ორ ვარიანტად დავყოფ, ხო, არ არის საჭირო თქვა ტარკარების ორ ვარიანტად დაყოფა, ორ ვარიანტს გიყვებით, აი ამ ერთი გაშლიდან, ხო, პირველ ვარიანტშიც და მეორე ვარიანტშიც მე ვისაუბრე, თქვენთან უფრო განსაზღვროთ, რომელი მოგერგებათ თქვენ და რომელია უფრო თქვენთან ახლოს. ორს ყვები ვერ იქნება ორივე ერთზე მორგებული, საერთოდ ვერ იქნება მორგებული და ნუ დამიწერთ კომენტარებში ორივე მერგება, არანაირად ვაფშე სხვადასხვა სიტუაციებია ერთსა და მეორე ვარიანტებში. ორივე ვარიანტში ერთი რამე არის საერთო, რომ არის ეს ურთიერთობა კარმული, ჩასაბარებელი კარმული ვალები ერთმანეთთან ურთიერთობაში და თითქოს სამყარო გაწევთ იმის შანსო თქვენ ეს ვალები, კარმული გაკვეთილები ჩააბაროთ, რომ ყველაფერი დაალაგდეს თქვენს ცხოვრებაში. მოდი ვნახოთ პირველ ვარიანტში, რომელშიც თქვენს ცხოვრებაში შემოვა პიროვნება, რომელიც ბავშვობიდანაა თქვენი სიყვარული, ბავშვობის მოგონებები დაკავშირებთ, მაგრამ ბავშვური სისულელეების გამო დაშორდით და ყველა თავთავის გზით წავიდა. ამ ურთიერთობას რა ელოდება, როდესაც განახდება? რა მოხდება ამ ურთიერთობაში? მოდი ვნახოთ. აი გეტყვით ახლავე. კი ბატონო, შეხედეთ იმ ურთიერთობაში, რომელშიც აი ხლახანს ვახსენე მე, რა განვითარება მოყვება ამას. მე როგორც ვხვდები, აი რაღაცნაირად ამ ურთიერთობაში საჭიროა მოთმინება ერთმანეთისადმი რაღაცნაირად, აი რა არის იცით, რაღაც ასე მგონია, რომ რის გამო მოხდა ხო თქვენ შორის ეს განხეთქილება, ისევ და ისევ ვიტყვი, იმის გამო, რომ შესაძლებელია დღესდღეობით ეს პიროვნება, აი პირველ ვარიანტს ყვები, დაბლოკილიც კი ყავდეთ რეალურად და აი როგორ მგონია იცით რომ აი
მაინც ეს პიროვნება დაბლოკილი რა არ მარტო სოციალური ქსელების გულს მაგრამ ცხოვრებიდან რო ამოშლილი ყავთ საერთოდ და არა ყავთ ნუ არ არის თქვენს გარშემო მაგრამ ის პიროვნება არც კი ელოდებით ისე დაბრუნდება როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა და ცოტა მოთმინებაზე იქნება დამყარებული ხო რაღაცნაირად მეტი დაფიქრება გმართებთ წარსულში რა შეცდომები ქონდა დაშვებული თუნდაც ეს შეცდომები რის გამოც თქვენ დაშვებდეთ და როგორ კარგად მოაქვს ხო რის გამოც თქვენ ურთიერთობა ურესურსობაში ჩავარდა და აქედან გამომდინარე არც ეს არ მოგინდათ შრომა ამ ურთიერთობაზე ისე დატოვეთ ერთმანეთი როგორ განვითარდება და ისევ და ისევ გეტყვით მთელი მოთმინებით მთელი გულისყურით და მთელი დაფიქრებით აი სრული სერიოზულობით გმართებთ იმასთან იმაზე დაფიქრება რომ ეს ურთიერთობა რომელშიც ისევ განახლება აშკარად ჩანს რომლის განახლებაც აშკარად ჩანს საჭიროა ორმხრივი შრომა გვიანი პენტაკლებიდან გამომდინარე და ზუსტადაც ეს არის ხო რომ რეალურად წარსულში თქვენ ერთმანეთის არც კი გიბრძოლიათ არც კი გაგიჩერებიათ ერთმანეთი ნუ ბავშვურობიდან გამომდინარე სავარაუდოდ მაშინ გიქროდათ თავში სავარაუდოდ და ასე ვთქვათ არც მიგიცევიათ ყურადღება მაგრამ იმისთვის ბრუნდება ეს პიროვნება თქვენ ცხოვრებაში რომ დღესდღეობით თქვენ შეძლოთ და განავითაროთ ეს ურთიერთობა ორივე მხრიდან უფრო რესურსული გახადოთ და აი წარსულის შეცდომები გამოასწოროთ რაც წარსულში იყო თუნდაც რის გამოც თქვენ აი ეს ურთიერთობა სტაგნაციაში ჩააგდეთ ორივე მხარემ არც ერთმა არ მოინდომეთ რომ შეგენარჩუნებინათ ზუსტად იმისთვის საჭიროა რომ აი ზუსტად ის ამ თემიდან გამომდინარე თქვენ გმართებთ ორივეს ამ ურთიერთობაზე შრომა რას მოგიტანთ ეს ურთიერთობა და ვფიქრობ რომ რა ვიცი ყოველდღიურად არაფერი არ ბრუნდება ხო აი არ ბრუნდება თითქოს შეხედეთ დასრულდა ის ყველაფერი რაც ადრე იყო წარსული რაც იყო 10-იან ხმლებში აქედან გამომდინარე იმპერატორი რომელიც ასე ვთქვათ ჩავეული წარსულიდან თქვენ ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს ხო რომელთანაც სირთულეები გაკავშირებდათ და რომელთანაც დღესდღეობით მოდეს ხო დიდი ხნის პაუზა გაქვთ ხო არც კი ელოდებით ხო ამ ცხოვრებაში შემოდის იმისთვის რომ აბა ისთვის შემოდის იმიტომ რომ სამყაროს ასე უნდა იმიტომ რომ სამყაროს ასე აქვს ჩაფიქრებული იმისთვის რომ იყოთ ერთად სიყვარულში და ასე ვთქვათ გამოასწოროთ ყველაფერი რაც წარსულში თქვენი ასაკიდან გამომდინარე ვერ დააფასეთ და ხუთიან თასებში გაუშვით თუნდაც იმისთვის რომ ეს ძველი სიყვარული რაც თქვენ შორის იყო განახლდეს სამყაროდან გამომდინარე თქვენ თუნდაც ხო ხვდებით თუ საბედისწეროა ეს ურთიერთობა ეს არის პირველი ვარიანტი მეორე ვარიანტში სადაც ბრუნდება ის პიროვნება რომელთანაც საბოლოოდ ანუ ბოლოს ჰქონდათ ურთიერთობა და დაშორდით იმის გამო რომ ნუ რაღაცნაირად აქაც ისულელის გამო რომ ნუ დაიჭირეთ პიროვნება ვინმესთან მიმოწერის დროს რაღაც ესეთი ფაქტორი მოდის აი თქვენთვის ესეც კი ღალატია მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურობა შეიძლება არც არაფერ შუაში ყოფილიყო რა ელოდება ამ ურთიერთობას აი მეორე ვარიანტში შეხედეთ უფრო სერიოზული თემა იყო თითქოს ეს ურთიერთობა მეორე ვარიანტში რომელშიც თქვენ იმყოფებოდით ურთიერთობაში და რომელიც დასრულდა ასე ვთქვათ არასერიოზული დამოკიდებულების გამო ვინმესთან მიმოწერის თემაში აი ფლირტის გამო თქვენ ეს ადამიანი დატოვეთ რაღაცნაირად დაგამძიმათ ამ ფაქტმა რეალურად იმიტომ რომ თქვენ ამ პიროვნებასთან გქონდათ გათვლილი რაღაცნაირად ოჯახის შექმნა და უკვე მიდიოდა საქმე იქითკენ რომ შეიძლებოდა შექმნილიყო ოჯახი აქედან გამომდინარე იმისთვის ბრუნდება ეს პიროვნება რომ ისე მოგცეთ ამ სამყარომ შანსი იმისთვის რომ აი ეს თითქოს ეს ოჯახი შექმნათ რადგან იცით რა არის ასე მგონია ორივე შემთხვევაში ვთქვი რომ კარმულია ურთიერთობა მეთქი ხო რაღაცნაირად მგონია რომ მეორე ვარიანტს უფრო კარგი განვითარება ექნება ურთიერთობის ასე ვთქვათ ურთიერთობის განვითარების კარგად განვითარდება ურთიერთობა მიუხედავად ყველა იმ სირთულისა რაც თქვენ შორის იყო რეალურად ხო უბრალოდ აი კი, ეს ადამიანი სხვათა შორის ძალიან ნანობს იმას, რომ აი ესე არასერიოზულად 3-იან თასებში გაატარა თქვენი ურთიერთობა და თვითონვე დაასრულა და მოდი ასე ვთქვათ, იმისთვის შემოვა ისე თქვენ ცხოვრებაში ეს პიროვნება თავიდან, რომ გამოუსწორდეს ის სიტუაცია თქვენ შორის და რაც იყო შესაქმნელი შეიქმნას, იმიტომ რომ აშკარად ისეთი არკანები დაეცა მეორე ვარიანტს, რომ საჭიროა კი ბატონო, იმისთვის რომ აი ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო, იმისთვის რომ დაეფასებინა ამ პიროვნებას, დაეფასებინათ ამ პიროვნებას ეგზნოთ როგორ უყარხართ და გადმოდგა თქვენთან ნორმალური ნაბიჯები, სერიოზული ნაბიჯები, აი ნახეთ ეს ურთიერთობა აი მეორე ვარიანტს უფრო გეუბნებით, ხო? არის ძალიან აი როგორი პერიოდული სახის არის, ხო? ანუ ვერ მთავრდება, ვერაფრით ვერ მთავრდება, ანუ ეს პირველი არაერთი თქვენ შორის ასე მომხდარა და ასე ვთქვათ განახლებულა, ხო? აი თითქოს ეს განახლებაც იმისთვის არის საჭირო, რომ აი ეს წასვლა
რაც თქვენ შორის მოხდა რეალურად მოსამომავლოდ აი ამ ყველაფერმა თქვენზე უნდა მოახდინოს იმ დონის რაღაცნაირად манипуляცია უნდა მოიხდინა თქვენთვის და თუნდაც იმ პიროვნებისთვის რომ შეეგნო იმ პიროვნებას რომ ესეთი რაღაცები მით უმეტეს როდესაც პირდები ადამიანს რომ ყველაფერი ან ოჯახი შექმნისკენ მიდის თქვენი ურთიერთობა არ უნდა მოიქცე სულელურად და აი ზუსტად სულელურად და ესე ვთქვათ აი ფარული ურთიერთობაც არ ქვია მაგრამ ფლირტში არ უნდა გაატარო ვიღაცა სხვასთან ხო აი რაღაცნაირად აი ეს პიროვნება ამ ყველაფერს აცნობიერებს და განვითარება მოყვება და ამ ურთიერთობას ცხოვრება იმისთვის გაძლევთ ამ პიროვნებას ისევ და ისევ გეუნებით ისევ გიბრუნებთ ამ პიროვნებას ვისთანაც ბოლოს ჰქონდათ ურთიერთობა მეორე ვარიანტს რომ შეძლოთ შექმნათ ნორმალური ოჯახი თუნდაც მე ოჯახი უფრო მომდეს კი ბატონო აი შეხედეთ ოფიციალურად შექმნათ ოჯახი იმიტომ რომ ამ პიროვნებამ გააცნობიერა რომ თქვენთან მზნობები აქვს და უთქვენოთ არის ძალიან ცუდად სულ ეს იყო რის თქმაც მინდოდა ამ ეტაპზე ხომ ამ გაშლაში თქვენთან მიმართებაში არ ვიცი მე ვის გამოგადგებათ ეს ინფორმაცია პირველ ვარიანტად და მეორე ვარიანტად კარმული ურთიერთობა გაქვთ და პირველი ვარიანტი ასე ვთქვათ გააჩნიათ თქვენ ისევ და ისევ რამდენად მოიხდით თქვენს კარმულ ვარს ურთიერთობაში და რამდენად შეძლებთ ისევ ერთმანეთის ანუ აი კიდევ ერთხელ მოგცემთ ეს ცხოვრება შანსი რომ ძველი ურთიერთობა ბავშვობიდან რომელიც მოგდით გახადოთ უფრო სერიოზული და შეინარჩუნოთ ერთმანეთი რადგან თითქოს ესე უნდა ყოფილიყო თითქოს ერთმანეთს უნდა გებრძოლა და თქვენ არ იბრძოლეთ მეორე ვარიანტში ასე ვთქვათ ურთიერთობის განვითარება ხო რომელშიც დაშორებული ხართ ერთმანეთს პაუზაში ხართ მეორე ვარიანტს ესე უფრო ვიტყოდი პაუზაში ხართ იმისთვის შემოდის ეს პიროვნება თქვენს ცხოვრებაში რომ გააცნობიერა თავის შეცდომები მიხვდა რომ თქვენ უცდათ ეს სხვათა შორის თითქოს ცხოვრებას აძლევს მას მეორე შანსი იმისთვის რომ რაც ქონდა დაგეგმილი თქვენთან მიმართებაში სერიოზულად განახორციელოს. გაგემშვიდობებით ჩემო კარგებო და საყვარლებო და ძვირფასებო გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში გისურვებთ რომ ვიძახებ გულისხმობ ურთიერთგაგებას პატივისცემას ერთურთის ხო პირად ურთიერთობებში და საერთოდ ზოგადად ცხოვრებაში გისურვებთ ყველაფერს კარგს გულის სიმშვიდეს, სულის სიმშვიდეს ერთმანეთის ასე ვთქვათ ხარში დგომას, ხო? აი სიყვარულში და ყავდეთ გვერდით ისეთი ხალხი, ვისთანაც გული სხვას არ ეძებს. აი ეს უნდა შეძლოთ. და ყოველთვის უნდა დააფასოთ საკუთარი თავები. დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო. კარგად გრძელდებოდეთ.